ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გააგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მალი ღმერთმა არ მოგაკლოთ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და შეგეწიოთ ყველას დღევანდელი დღის მალი, საოცარი დღეა, ბედნიერების დღეა, სიხარულის დღეა. ქრისტე დაიბადა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მთელი ამ დიდი მარხვის განმავლობაში თითქმის საის გადაგებები, რაც კი ქართულად არ ნათარგმნი, ყველაფერს კითხულობდი, ვემზადებოდი ამ დღისთვის, რაღაცა მინდოდა რომ ამ დღეს განსაკუთრებით შევხვედროდი და რო კითხულობდი ამ საკითხებს, ამ განმარტებებს, წმინდა მამათა განმარტებებს, ვფიქრობდი ერთ რამეზე, რომ მართლაც როგორ დაუტევნელი დაიტია. ეს წმინდა მამები ისე საუბრობენ შობასთან დაკავშირებით. წმინდა იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, ათანასე ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეს რამები საუბრობენ წარმოუდგენელი რამე არის, უბრალოდ ის რომ ჩვენ გავიაზოთ დღევანდელ დღეს ამოხდა დაუჯერებელიც კი არის. თქვენ წარმოგიდგენიათ ღმერთი განკაცდა. ღმერთი რომელსაც სამყარო ვერ იტევს და სამყარო ვერ დაიტევს. ქრისტემ ადამიანის ხორცი შეიმოსა. როგორ უყვარვართ ღმერთს ადამიანები და ღმერთმა როგორ შეგვიყვარა ადამიანები რომ ჩვენ გამო ღმერთი განკაცდა. ჩვენ გამო ღმერთი დაიბადა. ღმერთი დაიბადა ბეთლემში. ღმერთი დაიბადა ბაგაში. ღმერთი არ დაბადებულა სასახლეში. ღმერთი დაიბადა ბაგაში. მისი დაბადების, ვინც ეს სამყარო შექმნა და ვინც ეს სამყარო დაბადა, მთელი სამყარო დაბადა, მისი გაჩენის ადგილი არ არსებობდა, ანუ ადგილი არ იყო, სადაც ქრისტე დაიბადებოდა. წარმოიდგინე, არც სასახლე, არც სახლი, არაფერი, ყველაფერი დაკავებულიყო ბეთლემში. და ვერ შევიდა ღვთისმშობელო სადმე სახლში მისულიყო. ანუ ღმერთისთვის ადგილი არ იყო დაბადების ადგილი. სადაც ღმერთი დაიბადებოდა. და წარმოიდგინეთ, ბეთლემა დაიტია ქრისტე. სამწუხაროდ ღმერთი დღესაც ესე მოდის ადამიანებთან. უნდა რომ ღმერთმა ყველას გულში დაიბადოს. და სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანები ამ გულს ღმერთს არ ახვედრებენ. არ ახვედრებენ ღმერთს ამ გულს. და ღმერთის დაბადების ადგილი ზოგჯერ ადამიანის გულში არ არის. არ არის რომ ღმერთი მის გულში დაიბადოს. ადამიანის გულში დაიბადოს. ადამიანი ამისთვის არ ემზადება. არ უნდა რომ ქრისტე მიიღოს. იმიტომ რომ გული სავსე აქვს რაღაცეებით, გადაჭედილია გულით, 1000 ფიქრით, 1000 აზრით, 1000 სიბილწით და მას ღმერთის დაბადება საკუთარ გულში არ უნდა, რომ ღმერთმა მის გულში დაივანოს. ეკლესია შემთხვევით არ დაუწესებია ამ ხელა მარხვა შობამდე. დააწესა მარხვა იმის გამო, რომ ადამიანს გააზრებინა, რა დღემდე მივიდიოდი დღევანდელ დღემდე. აი, როგორ ემზადები დღევანდელ დღემდე, რა არის შენთვის შობა? ეს რა ის დღესასწაულია, რომელიც უბრალოდ უნდა ჩატარდეს და მორჩა, თუ რაღაცა დიდია, კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ის რაც ჩვენ გონია ყველა ჩვენგანს. ეს არის წარმოუდგენელი დაუტევნელი მსახურება. აი, იმდენად დაუტევნელი, წარმოუდგენელია ესაც დღეს მოხდა, დაუჯერებელია, წარმოუდგენელი. ადამიანი გახდა ღმერთი. დღევანდელ საკითხებში კითხებოდა, დღეს ვკითხულობდი, მე დავითნები და მამა გაბრიელს კითხულობდა. წარმოუდგენელი, დედა ღვთისმშობლისაგან იკვებებოდა მაცხოვარი. ჩვეულებრივი ბავშვი იყო მაცხოვარი. ბავშვი იყო თამაშობდა, ბავშვი იყო ჩვეულებრივი მოზარდი იყო მაცხოვარი. გაიზარდა მაცხოვარი ადამიანებთან ერთად. ქრისტე ღმერთი, განკაცებული ღმერთი. როგორც დიდი მამა ბასილი დიდი ამბობს, წარმოიდგინე, იმდენად შეურევნელი იყო ბოლომდე სული კაცი და სული ღმერთი, წარმოიდგინე. ისე ჩამოვიდა ზეციდან, რომ ზეცა არ დაცარიელებულა, ანუ ზეცაშიც იყო და აქაც იყო. სული კაცი იყო და სული ღმერთი იყო. და ესეთი შედარება მოყავს ბასილი დიდს, რომ წარმოიდგინეთო, როგორცო ცეცხლს რკინასო ცეცხლში რო ჩადებო. და ეს რა დაემართება რკინას? რკინა გახურდება თავიდან ბოლომდე, ხო? სიმხურვალეს მიიღებს და ხელს ვერ მოკიდებ ესეთ რკინას, გამორიცხულია, ვერ შეეხები ამას. მაგრამ რკინა თავისთვისებას არ კარგავ, ისე რკინა. ესე ამ ცეცხლმა ღვთაებრივი ბუნებაო, კაცობრივი ბუნება შეერთა, ესე რომ ერთმანეთში არ შერეულა. კაცობრივი ბუნება ცალკე დარჩა, სული კაცი დარჩა და სული ღმერთი დარჩა. თან არ შეერია ერთმანეთს, თან კიდევ ერთი ქრისტე იყო. ერთი ქრისტე, როგორც სული ღმერთი და სული კაცი. ადამიანის გონება ამას ვერ იმწვდება და ვერ გაიგებს, უბრალოდ მიიღო და მორჩაო. როგორ დაიტია, რანაირად დაიტიაო, ამასო შენო ვერ გაიგებო. უბრალოდ გითხრეს, რომ დაიჯერეო. არის სარწმუნება, რომელიც ეს უნდა მიიღო და შენი გონება ამას ვერ მიწვდება, შენი გონება ამას ვერ ჩაწვდება. არის რაღაცა, რაც ესე პირდაპირ უნდა მიიღო. გითხრეს და უნდა დაიჯერო. და ესაა სარწმუნება, ეს არ რწმენა. ის რასაც ახსნი, იმას უკვე რწმენა აღარ ქვია. თუ ახსნი, თუ განმარტავ, მაშინ რწმენა რაღა არის, მაშინ რისი უნდა დაიჯერო. თუ ყველაფერს განმარტავ და ზოგჯერ ადამიანები ამის განმარტებას ითხოვენ, აი როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ეს როგორ იყო და ამის განმარტებას თხოვენ ხოლმე ადამიანებს და
ვერ განმარტავ ამას ვერ ახსნი.